ადამიანად ყოფნა მარტო ორ ფეხზე სიარულს არ უნდა ნიშნავდეს. ამას მშვენივრად ახერხებენ მაიმუნები. ადამიანად ყოფნა არც მოწესრიგებულ საზოგადოებაში ცხოვრება უნდა იყოს. მოწესრიგებული საზოგადოებით ჭიანჭველებსა და ფუტკრებს ვერავინ გააოცებს. ადამიანად ყოფნა არც ლამაზი სადღეგრძელოების თქმაში გამოიხატება. მრავალი ფრინველი ახერხებს ამას შესანიშნავად. ფიქრობ, ესე იგი ვცოცხლობ, ვაზროვნებ, ესე იგი ვცოცხლობ, კივა, ესე იგი ვცოცხლობ, გრძნობ, ესე იგი ვცოცხლობ, მშია, ესე იგი ვცოცხლობ, ვოცნებობ, ესე იგი ვცოცხლობ, მიყვარს, ესე იგი ვცოცხლობ. აი, ეს არის ადამიანი. ძალიან ძნელია ადამიანად ყოფნა. ყოველდღიურ უამრავ განსაცდელს უნდა გაუძლო, უამრავ პრობლემას უნდა მოერიო, ბევრს უნდა გაუღიმო, როცა სულ არ გეღიმება და ეს ყველაფერი ისე უნდა გააკეთო, რომ ადამიანობა არ დაკარგო. სწორედ ეს ადამიანობის სიკეთის, სიყვარულის, მთელი ცხოვრების განმავლობაში შენარჩუნება ნიშნავს იყო ადამიანი. ისუნთქეთ წყაროს ცივი წყლის, ზღვის, ვარდის, იასამნის, ტყის, საყვარელი ქალაქის ნაწვიმარი მიწის, მზეზე გამშრალი სარეცხის, ბუხარში ხმელი შეშის, პიტნის, ლიმონის, მეზობლის სახლიდან ამოპარული ვანილიანი კექსის და ახლოს მდებარე საცხობიდან გავრცელებული პურის სურნელი, ინტენსიური გრძნობით ღრმათ ისუნთქეთ, შეიყნოსეთ სიცოცხლე, ჩვენ გვაქვს უნარი ასეთანი გავხადოთ ერთმანეთის მარტოობა. სამყარო ჩვენთვის ყვება ამბავს.